მათეს სახარების განმარტება. თავი მეოთხე. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. მუხლები პირველიდან მეოთხეს ჩათვლით. მარხვა უდაბნოში და პირველი ცდუნება პურით. 1. მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოცულისაგან. გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ. იესო სულიწმიდას გაჰყავს. რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა, უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რა ჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან, ეშმაკი ანუ ცილის მწამებელი, რადგან მან ადამიანთან ღმერთს ცილი დასწამა, როცა უთხრა, ღმერთს თქვენი შურსო, ის სათნოებას ახლაც სწამებს ცილს ჩვენს წინაშე. 2. და იმარხა. იმარხულა, რათა ეჩვენებინა, რომ მარხვა მძლავრი იარაღია ცდუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ნაკროვანება სათავეა ყოველგვარი ცოდვისა. 42 დღე და 42 ღამე. იმდენი დღე და ღამე იმარხულა, რამდენიც მოსემ და ელიამ, უფრო მეტი რომ ემარხულა. მაშინ მისი განკაცება მოჩვენებითად ჩაითვლებოდა და მერმე შეემშია. როცა კაცობრივ ბუნებას დაუთმო, მაშინ მოშივდა, რათა შიმშილით ეშმაკისათვის მასთან მისვლისა და შებრძოლების საბაბი მიეცა, რომ დაემარცხებინა და დაემხო იგი, ხოლო ჩვენთვის გამარჯვება მოენიჭებინა. 3. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ხრქუა. უკვე თუ შენ ხარ ძეღმრთისაი, თქო, რაითა ქვანი ესე პურიქმნენ. მართალია, მაცდურმა ზეციდან ხმა, ესე არსზე ჩემი საყვარელი. მოისმინა, მაგრამ, როცა დაინახა, რომ მოშივდა, ვერ გაიგო, ღმრთის ძეს როგორ უნდა მოშიებოდა. ამიტომაც, დასარწმუნებლად ცდის და ფიქრობს რა, რომ რაღაცას ფარავს, ეპირფერება და ეუბნება. უკვე თუ შენ ხარ ძეღმრთისაი. მაგრამ შენ მკითხავ, რა ცოდვა იქნებოდა ქვების პურად გადაქცევა. მაში, შეისმინე, ეშმაკს რაშიც არ უნდა მოусმინო. ცოდვაა, სხვაგვარადაც შეხედე. ის კი არ უთხრა, ეს ქვა იქცეს პურადო, არამედ ქვებიო. სურდა რა, რომ სიხარბე მორეოდა. ფშიერისთვის ხომ ერთი პურით სავსებით საკმარისია. ამიტომაც არ მოусმინა მას ქრისტემ. 4. ხოლო იესო მიუგო და ხრქუა. წერილ არს, რამე თუ, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. ეს დამოწმება ძველი აღთქმიდანაა, რამე თუ მოსეს სიტყვებია, ებრაელები მანანათი საზრდოობდნენ, რომელიც პური არ იყო, მაგრამ ღმრთის სიტყვით მათ ყოველგვარ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, რადგან ყველაფრად იქცეოდა იმის და მიხედვით, ვისაც რისი ჭამა მოესურვებოდა, იუდეველს თევზი მოუნდებოდა, კვერცხი თუ ყველი, მანანა მისთვის მათ გემოს იღებდა. მუხლები მეხუთედან მეშვიდეს ჩათვლით, ცდუნება ტაძრის სართულზე. 5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი, ნავი ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ. 6. და ხრქუა მას, უკვე თუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამე თუ წერილ არს, ვითარმედ, ანგელოსთა მისთა და უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსა და წარსცე ქვასა ფერხი შენი. უკვე თუ ძე ხარ ღმრთისაი, ამით ეშმაკი ეუბნება, მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო, თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. მართლაც წყეულო, ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა, სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება, ეს შენ სისასტიკეს ახასიათებს. ღმერთს კი, სნა, ქრისტესთვის კი არ დაწერილა ხელთა ზედა აღგიპყრან შენ, არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოსთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ, ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს. 7.
hrkua მას იესო, კვალად წერილარს, არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენს გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ. მუხლები მერვედან მე-11-ს ჩათვლით, ცდუნება მაღალ მთაზე. 8-9 კვალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასაფრიად მაღალსა და უჩვენა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი და hrkua მას. ესე ყოველი მიგცე შენ, უკვე თუ დახვარდე და თაყვანის მცე მე. ზრგიერთნი ფრიად მაღალ მთაში ანგარების მოყვარეობას გულისხმობენ, რომლისკენაც მტერს იესოს მიდრეკა სურდა, მაგრამ არასწორად ფიქრობენ, რადგან ეშმაკი მას გრძნობადად ეჩვენა, უფალმა კი ზრახვანი არ შეიწყნარა. ნუნც იყოფინ, გრძნობადად უჩვენა მას მთაზე ყოველნი სუფევანი, წარმოუდგინა რა ისინი წინაშე თვალთა ვითარცა მოლანდება და უთხრა. ესე ყოველი მიგცე შენ, ქედმაღლობის გამო იგი სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ანგარების მოყვარეთ ახლაც ამას ეუბნება. სახელდობრ, რომ ვინც მას თაყვანს სცემს, სამყაროს მპყრობელი გახდება. 10 მაშინ hrkua მას იესო, წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამე თუ წერილარს, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანის სცე და მას მხოლოსა მსახურებდე. იხილა რა, რომ ღმერთობას იჩემებდა და ეუბნებოდა, ესე ყოველი მიგცე შენ. თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, უფალი მას განურისხდა, ხოლო შენ შეიცანი სარგებლობა წმინდა წერილისა, რადგან უფალმა მტერი მისით გააჩუმა. 11 მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან და ანგელოზნი მოვიდეს და მსახურებდეს მას, სამცდუნებაზე გაიმარჯვა უფალმა, გემოთ მოყვარებაზე, პატივმოყვარეობასა და ანგარების მოყვარეობაზე, ანუ სიმდიდრისაკენ სწრაფვაზე. სწორედ ესენი არიან ნებათაგან მთავარნი. ასე რომ, უკვე თუ მათზე გაიმარჯვებ, დანარჩენებს ბევრად უფრო ადვილად დაძლევ. ამიტომაც ამბობს ლუკა და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი. თავი მე-4, მუხლი მე-13, თუმცა უფალმა ცდუნებათაგან მხოლოდ მთავარნი დაამარცხა. მაშინ ანგელოზნი მსახურებდეს მას, რათა ეჩვენებინათ, რომ ნებებზე გამარჯვების შემდეგ ისინი ჩვენც მოგვემსახურებიან. იესო ხომ ყოველივეს ჩვენთვის აკეთებს და აჩვენებს. თორემ მას, ვით არცა ღმერთს, ანგელოზნი მარადჟამს ემსახურებიან. მუხლები მე-12-დან მე-17-ს ჩათვლით, ქადაგების დასაწყისი კაპერნაუმში და ესაიას წინასწარმეტყველება. 12-13 ხოლო ესმა რა იესოს, ვით არმედ იოანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკვიდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა. იესო წავიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავის საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ. იგი გალილეაში ანუ იმ ქვეყანაში მიდის, სადაც წარმართნი ცოდვისაკენ მიიდრიკნენ და კაპერნაუმში ანუ სახლში ნუგეშინის ცემისა მკვიდრდება. იგი ხომ იმისთვისაც გარდა მოხდა, რომ წარმართნი ნუგეშინის მცემლის სახლად ექცია. ზაბულონი ითარგმნება როგორც ღამეული, ხოლო ნეფთალემი, როგორც სიფართე. ცხოვრება წარმართთა ხომ ღამეულიც იყო და ფართოც, რადგანაც ვიწრო გზას კი არ დაადგნენ, არამედ წარწმედისაკენ მიმავალს. 14-16 რაითა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინასწარმეტყველისაი, რომელსა ითქვის და ქვეყანაი ზაბულონისი და ქვეყანაი ნეფთალემისი, გზაი ზღვისაი წიაღი იორდანესა, გალილეაი წარმართთაი, ერი რომელიც ხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი და რომელნის ხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. გზაი ზღვისაი, ნაცვლად ქვეყანისა, რომელიც ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ნათელი დიდი, სახარება, მართალია, რჯულიც ნათელი იყო, მაგრამ მცირე, აჩრდილი სიკვდილისა, ცოდვაა, იგია ხომ მსგავსება და სახე სიკვდილისა, რადგან ვითარცა სიკვდილის სხეულს, ცოდვაც სულს ისე იპყრობს, ნათელი აღმოგვიბრწყინდა, რადგან ჩვენ კი არ ვეძებდით მას, არამედ თვითონ გამოგვიჩნდა, თითქოს და თან გვდევდა. 17 მიერიდან იწყო იესო ქადაგებად და სიტყვად. იესომ ქადაგება მაშინ დაიწყო, როცა იოანეს აპყრობილესა შინა შეაყენეს,
რადგან ელოდებოდა, რომ ჯერ იოანეს დაემოწმებინა მის შესახებ და განემზადებინა გზა, რომელიც უნდა გაევლო, ისევე როგორც მონები თავიანთ მბრძანებლებს უმზადებენ. თანასწორს მამისა, იოანეს სახით მასაც თავისი წინასწარმეტყველი ჰყავდა, ვითარცა მის მამასა და ღმერთს ჰყავდა წინასწარმეტყველნი იოანეზე უფრო ადრე, ან უფრო სწორად, ისინი როგორც მამის, ასევე ძის წინასწარმეტყველებიც იყვნენ. შეინანეთ, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი. სასუფეველი ცათაი, ესაა ქრისტე და სათნოებით ახსავსე ცხოვრება. უკე თუ ვინმემ ამქვეყნად ისე იცხოვრა, როგორც ანგელოზმა, განა იგი ზეციური არ არის? ამგვარად, სასუფეველი ცათა ყოველ ჩვენგანში იქნება, თუ კი ანგელოზისებურად ვიცხოვრებთ. მუხლები მე-18-დან 22-ს ჩათვლით. მოწაფეთა მოწოდება. 18:19 და იქცეოდა რა იესოს ზღვის კიდესა მას გალილეაისასა. იხილნა ორნი ძმანი. სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა იმისი, ითხოვლიდეს რა ის ათხოვლითა ზღვასა მას. რამე თუ იყვნენ მესათხევლე, და hrქვა მათ. ისინი იოანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით და 19:20 მოვედით და შემომიდეგით მე, და ყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთა, ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ. აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო, ქრისტესგან განსწავლულებმა. შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმ წამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ. 21 და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხვანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა იმისი, ნავს აშინა ზებედესთანა, მამისა მათისა. რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით. მართლაც დიდი სათნოებაა, გან რა იაგებდეს ბადეთა მათთა. რადგანაც ღარიბები იყვნენ, ამიტომაც არ შეეძლოთ შეძენა ახლისა და ძველებს კემსავდნენ. 22 ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას, როგორც ჩანს. ზებედემ არ ირწმუნა და ამიტომაც დატოვეს იგი. ნახე, როდისაა საჭირო მიტოვება მამისა, როცა იგი სათნოებასა და ღმრთის მოსაობაში გაბრკოლებს. იხილეს თუ არა, რომ პირველნი, სიმონ და ანდრია, შეუდგნენ, მიბაძეს რა მათ, თვითონაც გაჰყვნენ. მუხლები 23-დან 25-ს ჩათვლით. სახარების ქადაგება და განკურნებანი. 23 და მოხვიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებას სასუფეველისასა. რათა ეჩვენებინა, რომ სჯულის წინააღმდეგი არ იყო, ებრაელთა სინაგოგაში შედიოდა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერთსა შორის, ნიშნებით იმიტომ იწყებს, რომ ერწმუნათ იმისი, რასაც ასწავლიდა. სნეულება, ეს ხანგრძლივი ტანჯვა, ხოლო უძლურება, ხან მოკლე დარღვევა სხეულის სწორი ცხოვრებისა. 24 და განითქვა ამბავი მისი ყოველსა ქვეყანას ასურასტანისასა და მოჰკურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო სახეთაგან სენთა და გვემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად გვემულთა და განრგვეულთა და განკურნა იგინი. მასთან მიყვანილთაგან ქრისტე რწმენის შესახებ არავის არაფერს ეკითებოდა, რადგან უკვე რწმენის საქმე იყო ის, რომ ისინი შორიდან მოჰყავდათ, ცისად გვემულებს, თვარეულებს, ეშმაკეულებს უწოდებს, რადგან ეშმაკს სურს რა, ადამიანებს ჩაუნერგოს, რომ ვარსკვლავები მავნებელნი არიან, მთვარის აღსებას უცდის და მაშინ ტანჯავს, რათა ტანჯვის მიზეზად მთვარე მიიჩნიონ და ბრალი ღმრთის ქმნილებას დასდონ, მსგავსად მანიქეველთა ცდომილებისა. 25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეით და 10 ქალაქით და იერუსალიმით და ჰურიასტანით და წიაღი იორდანით.